Ძალიან, ერთ ძალიან, დიახ. ერთია ხო მის გაკეთებას კიდევ თუ შეიძლება ამისი. ან იმისი რა ქვია რომ შეგვიკეთო ვიღაცა. რა თქმა უნდა, თუმცა ხა თუ სერიოზული მოტივირებული დამკვეთი არის და გადამხდელია, რა თქმა უნდა, შეიძლება დაკოცის აღება. ასე რომ მე აღარ შემეკითხოთ აგერ. გოჩალაღიძე თუ ვინმე მარიცით ნახეთ, დაგუგლეთ უბრალოდ და ნახეთ ვისთან აქვს საქმე. თქვენ ვისაც გეკრებათ საქმე. ძალიან მაგარია. აი ეს არის თვითონ ნივთის ლამაზია. აი თლიანობაში. ნივთი არის რომ რავი, როიდოს და გარკვეული არ იყო ჩახედული ვერ წარმოიდგენ ეს ხანჯალია. მით უმეტეს ამ ხელას სატევარი. რაღაცა ძალიან ბატონო დავით, აბა ტანზე თუ ჩამოგეტევა. ჰა? ი ბატონო. შენში ჩავარდი მთლიანად, ხო? სასწაული ეს ტყავის უთაა, ხო, ნატურალური ტყავი. კი, ეს არის უნაგირის ტყავს ეძახიან. ჩემი შეღებილია, მაგას სპეციალურად ვამუშავებ. აბეთი გამო. აი ამას შეხედეთ, ხანჯალი ჩნდება რა, არა შორიდან გადაიღე. და იცი რა მინდა გადაიღო, აი ესე. უბრალოდ ნახეთ რამ სისხია, რა ძალიან თხელია რა. როგორ გითხრათ, როგორც ფურცელი ეგეთი რაღაცაა და ხელში რო გიჭირავს სულ სტილ აი სულ იმის განცდა გაქვს რომ რაღაცაში რაღაცას ჩამოარტყა, ღმერთმა დაიფაროს, რაღაცაში იხმარო. ანუ რა მაინტერესებს? თუ არის რომ ვინმე კიდე აკეთებს, მე მარტო თქვენი გაკეთებული მაქვს ნანახი. მე არ მინახავს, საქართველოში არ მინახავს. თუმცა ინტერნეტში რო მოძებნო, აი ინგლისურად რო აკრიფო ქამარი ხან ხმალი რაღაც ჩინეთში და სადღაც აკეთებენ. ჩინელები მაგრები არიან, იაპონელები. მაგრამ ის არის ფოლადის ქარხაშები მათ არა აქვს. ეს არის უკთა კავკასიური არსებული მოდელი, რომელიც ჰქონდათ აი როგორც ამბობენ, დიდგორის ომი რო იყო 200 შეწირული რო შევიდა, ზემოთ ჩიშვლები, აი ესეთი ხმლები ჰქონდათ წელზე შემორტყმული და შეუშვეს რა